იგივე ადამიანები ნახეთ ახლა ამჯერად რა თემაზე იცინიან და თვითონ ეცინებათ კარგი, მაგრამ იქ აუდიტორიაც არის და მათი ხარხარიც ისმის. მაგაზე ვფიქრობდი, რომ იმ ბებოებს, აი ის ბებოები რა სტარტაპებით ირჩიან ახლა თავს, რომლებიც ადრე მოხალულ გოგრის გულებს ყიდნენ და იმ სელპაკებს და იმას რა. მაინც არიან. ანუ საგრძნობლად შემცირდა მათი რაოდენობა. გადაშენდნენ. აი დაიხოცნენ ალბათ მარტო. ვისი ამბობს გარემოვაჭრე. გარემოვაჭრე. დასიმძირეს ვაკეთებდნენ ხოლმე და რაღაცა. კაი არ გვინდა მაგაზე ხომ. პოდიშტ. ის ხელოვნება დაიკარგა ეს ჩახვევისების. აუ, კი. და ზედმეც რო გიყრიდა ერთი ჭიქით, იმიტომ რომ თავის გარდა სულ შვილიშვილს აგონებთ რაღაც ეგეთი სახეზე. ჩემ ნიკუშას გავხართ არო ტირის და გიყვარს სემიჭი. სემიჩკა გადაცდა იმასაც. საცოდას. ენა მიაშველეშვილი. დასცინიან იმ მოხუცებს, იმ ბებოებს, რომლებიც 90-იან წლებში გამოვიდნენ ქუჩებში და ზოგი მზეს უმზირას ყიდდა, ზოგი კარამელს ყიდდა და ასე შემდეგ და ეს 2000-იან წლებამდეც გაგრძელდა და ახლაც არის ნაწილობრივ. ამ მოხუც ადამიანებს დასცინიან, რომლებმაც ასეთი შრომით შეინახეს საკუთარი შვილები და შვილიშვილები და ოჯახები. კიდევ ერთი ვიდეო მინდა გაჩვენოთ. ვინმე გეზიზღება? კი. ვინმე კონკრეტული რო იყოს. ნოდარ დუმბაძე რა. კომენტარი აქ ზედმეტია, ერთმანეთს ეკითხებიან, ვინმე თუ გეზიზღებაო და ერთ-ერთი პასუხობს, რომ ნოდარ დუმბაძე ეზიზღება ყველაზე მეტად და შემდეგ ისმის გინების ხმა ამავე სტუდიაში და ამავე გადაცემაში. აი აქამდე ვართ მისული, როდესაც ზოგიერთ მოქალაქეს სასაცილოდ მიაჩნია ეს თემა და ეს საკითხი საერთოდ.